მედიცინას არ აქვს საზღვრები. არსებობს მეორე გზა, მოისმინო მეორე აზრი შენი დაავადების შესახებ. რა გზას გადის პაციენტი? ვირჩევ ქვეყანას სადმი და ვიმკურნალო, არა იმიტომ რომ ის ექიმი ანის ქვეყანა ცუდია. რა ტიპის манипуляციების ჩატარების მსურველები მომართავენ თქვათ თურქეთის მიმართულებას? მოდი დავისვენო თურქეთში და დასვენებასთან ერთად ერთი დღე მივუძღვნა ჩემს თავს. ყველა ქვეყნისთვის არ არის მომსახურება ერთი ფასი. თუ აქვს საშუალება და გზა რომ იქ წავიდეს და იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, დაიზრუნოს. ზუსტად მომსახურების ის სფერო არის, გამოც ირჩევენ თუნდაც თურქეთს. პაციენტი გვირეკავს, მაქვს ამდენი დრო, თუ შეგიძლიათ რომ დამიგეგმოთ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები აკითხავენ თურქეთს მაგალითად ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით? მიდიხარ იმ ქვეყანაში, ცხურის ოპერაცია გაქვს გაკეთებული, ვერავინ ვერ გცნობს. ვინ იცავს ამ დროს პაციენტს? პაციენტს სრული უფლება აქვს მოითხოვოს თავისი გადახდილი თანხა უკან. ცნობადი ადამიანები, სხვადასხვა მიმართულებით სრულიად ჩუმად იკეთებენ ამას. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. რა სერვისებს და პირობებს თავაზობს თქვენი კლინიკები, მაგალითად ქართველ ქალებს? იმ ფასად ისინი თან ისვენებენ, თან პლასტიკას იკეთებენ. არ შეიძლება ადამიანს დაუწესოს საზღვარი, როდესაც საუბარია მის ჯანმრთელობაზე.